საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილეთა ნაწილი უკვე საქართველოშია. დღეს თბილისში ევროპის 17 ქვეყნის დელეგაცია ჩამოფრინდება. რეპეტიციები ოლიმპიურ სოფელში ხვალიდან იწყება. ხვალვე კონკურსანტების მონაწილეობით აგეგმილია იმ პოსტკარტების გადაღება, რომლებიც ეთერში მათ სცენაზე გამოსვლამდე გავა. ამის შემდეგ 8 დეკემბერს სასტუმრო პულმანში საზეიმო მიღება გაიმართება. საღამოში მონაწილეობას პირველი არხის პროექტის რანინას მონაწილეები და საბავშვო ევროვიზიის გასული წლების ქართველი გამარჯვებულები მიიღებენ. შეგახსენებთ, საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პირველი არხი შოუს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მიხარია რომ ჩამოვედი. მოუთმენლად ველი რეპეტიციებს. ჩემი სიმღერა კატებზეა. ისინი ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, აღფრთოვანებული დავრჩები სცენით და დარბაზით. დიდი მადლობა ჩვენი სიმღერის მოწონებისთვის. ჩვენ ახალი გამოცდილებისთვის და კარგი ემოციებისთვის ჩამოვედით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მონაწილეები დიდ სიამოვნებას მიიღებენ სცენაზე. საქართველო ჩვენს გულებშია. აქ სიყვარული ჩამოვედით და დიდ მადლობას გიხდით. დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი შოუ იქნება.